გურამ პაპიტაშვილის სახელობის გორის ძიუდო სკოლა ახალგაზრდა ძიუდოისტთა ეროვნულ ნაკრებს მასპინძლობს. ნაკრები გორელ ძიუდოისტებთან ერთად ყოველდღიურად სამჯერად ვარჯიშებს გადის. მოჭიდავეები ევროპის პირველობისთვის ემზადებიან, რომელიც მონტენეგროში 21 ივნისს გაიმართება. საერთაშორისო ჩემპიონატზე გორიდან 4 სპორტსმენი იყო წარდგენილი, თუმცა 3 მათგანი ტრამვის გამო ჩემპიონატზე ასპარეზობას ვერ შეძლებს. პირველობის მოსაპოვებლად გორიდან მხოლოდ ერეკლე არხოზაშვილი იბრძოლებს, რომელიც ეროვნული ნაკრების შემადგენლობაშია. რაც შეგვიძლია ვემზადებით ევროპის ჩემპიონატისთვის და რაც შეიძლება კარგი შედეგი გავაკეთოთ ვეცდებით. დილით ბიზარიატყას ვაკეთებთ, 11-ზე და 5-ზე გვაქვს ტატარა. იმედია რომ კარგი შედეგს ამოვიდანთ და მინდა აღნიშნო რომ გორელი ბიჭები ძალიან გვეხმარებიან ამისთვის რომ ჩვენ ევროპაზე კარგი შედეგი ჩამოვიდანთ ევროპიდან. ჩვენც ვეცდებით რომ ყველანაირად რომ საქართველოს სახელი ავიტანოთ ყველგან და ვასახელოთ ჩვენი საქართველო. გორში ძალიან კაი სპორტსმენები არიან ამ ასაკში და ხელი შეწყობა გვაქვს ვარჯიშების მიმართ. მემზადებით. წასულში ძალიან დიდი სპორტსმენები არიან გორში და ამიტომ მოგვიხდება გორის აერის და გორის ვარჯიშიც. შედეგი ესე წინასწარ როგორ გითხრათ, ერთ-ორი ოქროს მაინც ავიღებ თავს. ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრები მონტენეგროში 19 ივნისს გაემგზავრება და საერთაშორისო ტურნირში საქართველოს სახელით იასპარეზებს.